მოგესალმებით, ყველას გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას. ამ ვიდეოში მე მინდა გაჩვენოთ ჩვენი ობიექტზე შეძენილი უსაფრთხოების ფეხსაცმელი. ესეთ შევიძინეთ, ესეთი ყუთია, ესეთი სერიოზულ ნაწარმს გავს, დატანილია ზედ ტექნიკური მონაცემები, ყველაფერი მითითებულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩინეთშია წარმოებული. რო გავხსნათ, ესეთ სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, შეფუთულია. ესე გამოიყურება, ესეთი ფეხსაცმელია. რაღაცა ბრენდია ვალუტექსი, მითითებულია შესაბამისი სტანდარტი, რომელსაც შეესაბამება ვითომ ესე მოყვება ასევე თქვათ რაღაცა საბუთის მაგვარი, ესე და ეს გვაცნობს, რომ ფეხსაცმელი უძლებს დარტყმას, აქვს ძლიერი, ესე იგი, მეტალის ფირფიტიანი ძირი, მდგრადია ზეთის მიმართ და არ ცურავს. დატანილია ყველანაირი ინფორმაცია, ასევე მითითებულია, აღნიშნულია, რომ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, სწორედ ბრიტანულ სტანდარტს 203-45-ს. და წესით ამან უნდა იმუშაოს. გამოვცადეთ ეს ფეხსაცმელი და ახლა მინდა გაჩვენოთ რა მივიღეთ. ეს მივიღეთ ჩვენ ზუსტად ერთ დღეში, როდესაც ხელოსნებმა იმოძრავეს ფილაზე, სადაც ეწყობოდა არმატურის ბადე, იქსოვებოდა, ეს არის მეტალის ესეთი ფირფიტა აქ შიგნით და ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აგერ არის, რომ არ იფიქროთ, რომ სხვა არის, აგერ ბატონო, ეს ფეხსაცმელი არის ზუსტად. შედეგი. შედეგი. ამას ფაქტიურად, როგორც ამბობენ, სახე აქვს ამძვრალი ფეხსაცმელს. ეს აქ შიგნით, ეს არ ვიცი რაღაცა და ესეთი ნაწილი აქვს ჩადებული ფეხის თითების დამცავი. აქედან დასკვნა, რომ არ არის მიზანშეწონილი დამცავ საშუალებებზე, ფეხსაცმელზე, ჩაფხუტებზე და ასე შემდეგ ეკონომიის გაკეთება. საბედნიეროდ დასაქმებულს ტრავმა არ მიუღია და დროულად მოხდა ფეხსაცმლის ჩანაცვლება სხვა დამცავი ფეხსაცმლით. კარგად გზანდებოდეთ, მადლობა ყურადღებისთვის.